ფოთის ნიჩბოსნობის ბაზაზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს და 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ქალაქ ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მიიღო მონაწილეობა ფოთელმა სპორტსმენებმა. ეს შეჯიბრი მიმდინარეობდა მალთაყვის ტერიტორიაზე, ახალგაზრდულ ბაზაზე. სადაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩვენმა სპორტსმენებმა მოახერხეს ყველა სინჯის მედლები მოეპოვებინათ, ასევე აღსანიშნავი ისაა, რომ 1500 და 200 მეტრიან დისტანციებზე ერთ ადგილიან და 2 ადგილიან კანოეში ოქროს მედლები აიღეს ფოთელმა სპორტსმენებმა. მონაწილეობას იღებდნენ დაახლოებით 200 სპორტსმენი სხვადასხვა ქალაქებიდან და ძალიან სასიხარულოა ეს, რომ ჩვენს ქალაქში დარჩა ეს ტიტულები და ოქროს მედლები და ბევრი წარმატება სხვა სპორტსმენებსაც. საქართველოს ჩემპიონები ერთადგილიან და ორადგილიან კანოეში გახდნენ გია გაბედავა, სანდრო ჭოჭუა, იურა ბერესნევიჩი, საბა მალანია და ომეხი გაბედავა. აღსანიშნავია, რომ სეზონი ამ შეჯიბრით დასრულდა და სპორტსმენები მომავალი წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.